მოგესალმებით, მე ვარ გეოლ წერტილინის ადმინისტრატორი და დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ექსკლუზიური სკრიპტი, რომელიც ქართულ საიტებზე იშვიათად თუ მოიპოვება. როგორც ვიცით, უცხო სისტემაზე, როდესაც სიახლეს ვამატებთ, აქ მხოლოდ ესეთი ჩვეულებრივი უცხოს შესაძლებელი ველები გვხვდება. ანუ მასალის აღწერა. სკრიპტი ყენდება როგორც ფაილების კატალოგზე, ასევე საიტის სიახლეებზე, იქ ონლაინ თამაშებზე და ასე შემდეგ. ანუ უცხოს ძრავზე სრულთლიანად 100%-ით არის მორგებული. ამისათვის ჩვენ საიტზე უნდა ავტვირთოთ ეს სკრიპტი და აუცილებელია ეს მეორე სკრიპტი, რომელსაც აუცილებლად მოვაყოლებ ვიდეოს. მოცემული სკრიპტი უნდა ჩავსვათ X, სადაც საიდანაც ვამატებთ და ვარედაქტირებთ ჩვენს სიახლეს. ამ შემთხვევაში მე ფაილების კატალოგი მაქვს არჩეული მთავარ მოდულად და აქ უნდა დავამატო. აქ დამატებისა და რედაქტირების გვერდი, აქ უნდა ვიპოვოთ body და მის ქვემოთ უნდა ჩავსვათ ეს ჩვენი სკრიპტი. დავასეივოთ და მასალის დამატება. გამოჩნდა აქ ჩვენი აქ არის 4 ველი: ფილმის დამატება, პროგრამის დამატება, სკრიპტის დამატება და დიზაინის დამატება. ყველას აქვს თავისი საკუთარი ველების რაოდენობა, ანუ ყველა დამოკიდებლად არის, მაგალითად დავამატოთ სკრიპტი, რავი ახლა დავამატოთ ყველა ის უბრალოდ ხო, აქ ლინკის ჩასმაში როცა აღწერა არ გვინდა გავაკეთოთ და პირდაპირ მასალის წყარო გვინდა რომ მივუდიდოთ, აქ ლინკს ჩასვავთ ნებისმიერი საიტისას და როცა დაამატებთ, ამოგიგდებთ თქვენი საკუთარი საიტის საკუთარი იმ საიტის ლინკს, საიდანაც მოვაკოპირეთ ეს სიახლე, მაგრამ საქართველოში და მით უმეტეს აქ იშვიათი თუ აკეთებს მაგას. ხო, სურათის დამატება ზეგან აქ სურათის დამატება მაინც და მაინც აუცილებელი არ არის თუ თქვენ არ გაქვთ ეს თუ სრულად ნახვაში არ გიყენიათ ეს სურათის ლინკი, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ და თუ გიყენიათ, მაშინ რაღა აზრი აქვს, მაინც არ გვინდა ახლა სურათი დავამატოთ. გადავიდეთ და ხო, აი სურათი ლინკი ჩავსვით, აქ გამოჩნდა სკრიპტის დასახელება, ავტორი, მასალის წყარო. ჩვეულებრივად დაემატა სიახლე არანაირი პრობლემის გარეშე. რავი, მედია ჩემი მოცემული სკრიპტი დაგეხმარებათ თქვენი ცოდნის გაღრმავებაში და წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეწვიეთ ჩვენ საიტს, მუდმივად განახლებადია და იდება ახალი სიახლეები და წარმატებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ. ნახვამდის.